გამარჯობა ჯავახ. მოგვიყევი რას გულისხმობს პრემიერის ახალი ინიციატივა? ანუ განათლება ეს არის გზა თავისუფლებისკენ? ბახტაძემ განაცხადა, რომ ორი მთავარი პრობლემა გვაქვსო, ოკუპაცია და სიღარიბე და ამ პრობლემებს უნდა ვებრძოლოთ განათლების პრობლემის მოგვარებითო. ანუ სამი პრობლემა გქონია. როგორ მივხედავთ განათლებას? მეტ ფულს დავხარჯავთ განათლებაში 2019-დან დაიწყება 2022 წელს მიაღწევს პიკს, ან ყველაზე მეტი დაფინანსება 2022 წელს იქნება და გვინდა რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დავხარჯოთ განათლებაში, რაც ალბათ დაახლოებით 3 მილიარდი უნდა იყოს და ფიქრობ ძალიან კარგია თუ განათლებაში ფულს ჩავდებთ. ძალიან კარგია, მაგრამ სამყარო ესეა მოწყობილი, რომ მუშეპოს 6%-ს განათლებაზე მიმართავ და მორჩა განათლებული ქვეყანა ხდები ავტომატურად? კი. მართლა? მოღონდ მანდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, არც მეტი, არც ნაკლები. იმენო 6% უნდა დახარჯო, იმენო 6%, იმიტომ რომ ზიმბაბვე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 7% ნახევარს ხარჯავს განათლებაში და არა აქვთ კარგი შედეგები. მოდი პირდაპირ გითხარი ჯავახ, რისი თქმა გინდა? მოკლედ დაფინანსების ზრდა კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია როგორ დახარჯავ ამ ფულს. მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს დავხარჯავთ განათლებაში, ამით თავის მოწონებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ძლიერი ეკონომიკა გაქვს. მაგალითად, ამერიკა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს ხარჯავს განათლებაში, მაგრამ ეგ 5% იცი რამდენია? რამდენია? ამერიკა განათლებაში ხარჯავს 600 მილიარდ რაღაცას. 600 მილიარდ რაღაცა და ეს რაღაც, რაც არ ვთქვი, გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად. ეს ან 600 მილიარდს პლუს 20 მილიონი არ ვთქვი, რაღაცაში გავიყვანე ეგ. დოლარებშია საუბარი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ სისულელეა ციფრებით, რიცხვებით манипуლირება. ეგრე ქუთაისის ტორპედოს 247 დღეა არ წაუგია და მადრიდის რეალმა გუშინ წინ წააგო და რას ფიქრობ ჯავახ, რითია გამოწვეული ეს ინიციატივა, რომ განათლებაში მეტი ფული ჩაიდოს და ყველაზე განათლებულები გავხდეთ, ეს არის მიზანი? ზოგი ამბობს, რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდეო, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ განათლებაში ახსნა. ზოგი ამბობს, რომ ბიზნესა კროსვორდების ბიზნესის დაწყებას აპირებს და განათლებული ხალხი ჭირდება. განათლებული საზოგადოება ჭირდება? უნივერსიტეტების რეიტინგში როგორია ჩვენი ამბავი? ქართული უნივერსიტეტები არიან წამყვან რეიტინგებში, წამყვან ადგილებში. ანუ 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის სოფლიოში არც ერთი ქართული უნივერსიტეტი არ არის. სანამ ვიღაცები გადაამოწმებენ, დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ სომხეთიც არ არის. და აზერბაიჯანი? ერთ რეიტინგში არის, მეორეში არ არის. ანუ ბევრი რეიტინგია. ანუ ჩვენზე წინ მაინც არის სადღაც. ხო, ანუ და პირველ ადგილზე რომელი უნივერსიტეტია? ამერიკის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მაგრამ დროებით, სანამ ქუთაისის აშენდება, მაგალითად პირველ ადგილზე. ყველაზე განათლებული ქვეყნების რეიტინგის შედგენისა ჯავახ, ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, ეგრე ითვლიან თუ როგორ ითვლიან? ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, ეგ მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭირო წიგნები, ანუ მაგას აქვს მნიშვნელობა, საჭირო წიგნების კითხვას. ანუ ეგ იცი როგორ არის, ანუ ინდუეთში ყველაზე მეტს კითხულობენ. ინდუელები საშუალოდ კვირაში 10 საათს უთმობენ წიგნების კითხვას, მაგრამ სოფლიოში ყველაზე განათლებული ქვეყანა არის კანადა. ან კიდევ მეორე მაგალითს გეტყვი, კანადაში არავის აქვს წაკითხული დათა თუთაშხია, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაზე განათლებული ქვეყანაა სოფლიოში. გასაგებია. ანუ დათა თუთაშხია კარგია თუ გაქვს წაკითხული, მაგრამ არც უმაგისობაა ტრაგედია. თუ არჩევანის წინაშე დადგები, მაინც კონსტიტუციის წაკითხვა ჯობია. გასაგებია. ჯავახ, რუსეთსაც გითხარი რამდენიმე სიტყვა. რუსეთი თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენ პროცენტს ხარჯავს განათლებაში? 3-ს. და ეგ ჩვენი პრობლემა უფროა, მიშა, ვიდრე რუსეთის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ნაკითხი და განათლებული ხალხი ეგრე არ მოგვექცეოდა. და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ 3-ის ნაცვლად მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს რომ ხარჯავდეს რუსეთი განათლებაში, ჩვენი ტერიტორიების 500 მეტრი კონდეთ ოკუპირებული. შენი აზრი გითხარი, როგორ უნდა გავზარდოთ განათლების დონე? ჰოკეის უნდა მივაწვეთ. რატო?
აი, მაქვს რეიტინგი, ყველაზე განათლებული ქვეყნები, კანადა, ფინეთი, ამერიკა, ნორვეგია. მაშინ მივაწვეთ ჰოკეის. მადლობა ჯავახ. ამ ოპტიმისტურ ნოტზე დავამშვიდობოთ. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. არ დავკარგოთ ერთმანეთს.